ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა, ეთერშია ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რითი იყო საინტერესო 13 სექტემბერი ქართული და მსოფლიო შოუ ბიზნესისათვის. შემოდგომის პირველი კონცერტი სპორტის სასახლეში საკმაოდ წარმატებულად გაიმართა. თინეიჯერებისთვის საყვარელ მომღერლებს შორის იყვნენ ლექსენი, ბუკა და ჯაბა ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, ლელა წურწუმია, ქუჩის ბიჭები და სხვები. თუ თქვენ კონცერტზე მისვლა ვერ მოახერხეთ, ჩვენი სიუჟეტიდან ნახავთ თუ რა ხდებოდა იქ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველი რეპერის ლექსენის მიმართ თინეიჯერებმა დიდი სიყვარული გამოხატეს. ალბათ მისი სიმღერები ბევრისთვის საყვარელი გახდა. უფრო უკეთ ამას ახლავე ნახავთ. Legenda, Aci Lexi, Lexi! Lexi! Yo! პოპულარული ხალხი, ვინც დღეს აი ამ თაობას მოსწონს და ვინც დღეს აი ამ თაობისთვის არის პოპულარული, თითქმის ყველა მღერის და ეს არის ძალიან დიდი, გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც უბრალოდ მონაწილეობთ ჩვენ და უამრავი მომღერალი ვარსკვლავი, ასე რომ ვთქვათ. და მე მგონი ძალიან ლამაზი საღამოა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ხშირად იყოს ესეთი ლამაზი საღამოები და მე მგონი, რომ იქნება. მე და ბუკა მხარი ვართ დუეტს. და რა ვიცი, კარგი კონცერტია. შევასრულებ ჩემ ახალ სიმღერას, რო სამარჩეულთვის იყო და არა იყო რა. ძალიან მხიარული და კარგი განწყობა, როგორც ყოველთვის. სეზონის დაწყებას, ასევე როგორც ჩემ კოლეგებს, ასევე ყველა სტუდენტს, ყველა მოსწავლეს მინდა წარმატებები უსურვო პირად ცხოვრებაში, იმ შემოქმედებაში, რასაც ემსახურებიან. სხვა სახე გვინდოდა მიგვეცა, მაგრამ ამ ყველა პრობლემამ და ყველა ასე ვთქვათ
გადასაწყვეტად იმამ ეხლა იჩინა თავი და ვერ მოვახერხეთ იმ სახით ამ ღონისძიების მომზადება, რაც სახითაც საერთოდ ჩაფიქრებული ქონდა. უბრალოდ ამას ქვია შემოდგომის პირველი გრანდიოზული შოუ, რომელიც ეძღვნება ჟურნალ სტუდენტური პაიმანის და ჟურნალ ახალგაზრდულის, ასე ვთქვათ, იუბილეს და დაბადების დღეს. ზაფხულის შემდეგ სეზონი გაიხსნა აჭარა Music Hall-შიც. აქ სტუმრად იმყოფებოდა DJ სპილერი, რომლისად მიინტერესით საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, რადგან როგორც აღნიშნეს, DJ-ის საღამოზე აჭარა Music Hall-ში ამდენი ხალხი ჯერ არ ყოფილა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სპილერი ჩვენთან ცნობილია კომპოზიციით Groove Jet, რომელსაც ის Sophie Ellis Bextor-თან ერთად ასრულებს. ჩვენ ვიმყოფებით აჭარა Music Hall-ში, სადაც სპილერი მართავს თავის გრანდიოზულ დისკოს. მოკლედ ხალხი კმაყოფილია და რაც თავარია, ტევა არ არის აჭარა Music Hall-ი, აბსოლუტურად სავსეა. მოკლედ შევიდეთ ნახოთ რა ხდება იქ. სპილერზე დიდი სახელის ჩამოყვანა, ვთქვათ, როგორც აი DJ-სეც გააკეთებდა, ალბათ ცოტა ადამიანის ჩამოყვანა შეიძლება და ეხა პოპთან დაკავშირებით ერთი სამ როგორც პროდიუსერი და როგორც პროდაქშენი მისი პოპია. ანუ აი ვთქვათ, Sophie Ellis Bextor-თანაც გააკეთა Groove Jet-ი და მითაც პოპულარული გახდა, აბსოლუტურად ვთქვათ, ელექტროპოპია, ვთქვათ, ელექტრონული მუსიკა და პოპის შერწყმა. მაგრამ თავის სეტი ეხლა რასაც ვკრავს, ეს არის დღევანდელი ალბათ Deep House-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აი წარმომადგენელი სპილერი და აი აბსოლუტურად სხვანაირ მუსიკას უკრავს. ეხლა ვიდრე თქვა შეიძლება მოელოდო მისგან რა კომპოზიციებიც აქვს როგორც პროდიუსერს. დღეს ყინული გასკდა, როგორც იტყვიან და ჩვენ ხო დაიძრა. იმიტომ რომ მართალი რომ გითხრათ, ეხლა სპილერზე რომ ხალხი მოვიდო და ნუ ვიცოდით და შესაბამისად მომზადებულები ვიყავით ამისთვის, მაგრამ აი ასეთი პუბლიკა თუ მოვიდო და ასეთი ენთუზიაზმით სავსე, მოტივაციით სავსე პუბლიკა თუ მოვიდო და ნამდვილად არ ველოდებოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რასაკვირველი არა მარტო ჩვენი დამსახურება, თბილისში უამრავი ენთუზიასტი ამ მუსიკის და რომ ეს მუსიკა იზრდება, პოპულარული ხდება აქ და უკვე გარკვეულწილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერკვევიან ამ მუსიკაში. აჭარა Music Hall-ში. დიდონ სპილერის შესახებ ბევრი არაფერი არ ვიცი, ეხლა усმენ რა. მაგრამ ისეთია, ლაით, თბილისს სუხდება ძალიან. მე მძიმე ვარ უფრო რა. მე სულ ვცდილობ რომ მსუბუქი ვიყო, მაგრამ უფრო მძიმე ვარ. აი ეს ზუსტად აი მსირბილეშია მე მგონი, არ ვიცი. ეხლა დაიწყო რა და ნახოთ. ალბათ გახურდება. ო, ალბათ. აი ისმის. და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ოქტომბერში, ანუ 11 ოქტომბერს ბობ სინკლერი ჩამოვა, რომელიც უკვე კონტრაქტი გვაქვს და ის აქ იქნება 11-ში დარწმუნებული ვარ, ხა კლუბი მეც მოგიწევს კედლების აი ხო კლუბი სამწუხაროდ მეც ვერ იტევს, თორე დარწმუნებული ვართ, რომ თქვა კიდევ უფრო ბევრი ეხა თქვენ მერწმუნეთ, რომ რამოდენიმე ასეული ადამიანი ქუჩაში დარჩა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვატევდით და მოუწიათ გაბრუნება. ვინც თავისდროულად ბილეთზე არ იზრუნა. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, მომღერალი ქეთა თოფურია ახალ სიმღერას წერს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მოდი ხარ ჩემთან შეხვედრის სამებს სიმღერა
კონკრეტულად კომპოზიტორი არ ყავს, ანუ შექმნილია ჩემი მეგობრის მიკას მიერ. ანუ როგორც ხედავ Five Line Production-ში მზადდება და ანუ ტექსტი ეკუთვნის დანა ცინცაძეს. პირველი სიმღერაა მიკასთან დუეტი, რომელიც თვითონ დიდი სურვილი ჰქონდა რომ ემღერა კეთასთან. ასევე იამაიკურ სტილშია ის გადაწყვეტილი და ეს არის მეორე. სიმღერა მთლიანად იდეა წამოვიდა მიკას მხრიდან. შემდეგ დიდი ძალისხმევა დაგჭირდა რომ მოგვეძებნა მუსიკოსები, რომელიც შეასრულებდა აზიურ სტილს, იქ აზიური საკრავებია, ჩასაბერი საკრავია, სიმებიანი საკრავები და თვითონ მომღერალი, რომელიც შეასრულა ერთი იყო არაბი, მეორე იყო თურქი და ქურთი. ესეთი აზიური სტილის R&B გამოვა და მე მგონი მოეწონება. შენ როცა მოდიხარ ჩემთან რაც შეეხება ჩემს ზაფხულს როგორც ასეთი დასვენება ანუ ვერ დავისვენე გადავიღე 2 კლიპი როგორც იცით ჩავწერე 5 სიმღერა და ეს უკვე მე-6-ია და მე-7 მაქვს კიდე ჩასაწერი მეორე სტუდიაში და რაც შეეხება უკვე ალბომს უკვე თვის ბოლოს იქნება მზად ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.